ირაკლი კობახიძის პრემიერობის ერთი წელი კონსტიტუციის ავტორმა საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და მთავრობის მეთაურის პორტფელი გასული წლის 8 თებერვალს ჩაიბარა. 2024 წლის პოლიტიკურ კალენდარზე ბევრი ხმაურიანი გადაწყვეტილებაა. თითოეული გადაწყვეტილების მიზნად მმართველი გუნდი და მისი ლიდერი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებას ასახელებს. არჩევნები, რეზონანსული კანონები, ეკონომიკური პარამეტრები, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნა. კრიტიკა ქვეყნის გარედან და ვნებათა ღელვა ქვეყნის შიგნით. ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის გამოწვევები, მიღწევები და ახალი გეგმები. იზი ბურნაძის რეპორტაჟი. რუსთაველის 8-დან ინგოროყვას 7 ნოვრამდე გზას 2024 წლის 1 თებერვალი და წლის 1 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამცირებს. ქართული ოცნების რიგით მერვე რიგგარეშე ყრილობა. პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. პირველად აღმასრულებელი ხელისუფლების პირველპირად კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოდან სახელდება და ფსონი ირაკლი კობახიძეზე იდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. პარლამენტისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მრავალწლიანი გამოცდილებით ირაკლი კობახიძე პორტფელს ირაკლი ღარიბაშვილისგან იბარებს და თავად პარტიის თავმჯდომარეობას აბარებს. მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კონსტიტუციის ავტორი პრემიერობის კანდიდატად კონსტიტუციის შესაბამისად სახელდება. პროცესი კი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს და ჯერი ნდობის გამოცხადებაზე დგება. დასახელებიდან მეორე დღესვე ირაკლი კობახიძე საზოგადოებას სამთავრობო პროგრამას აცნობს და დღის წესრიგის კონტურებს ხაზავს. საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა. აქცენტი 4 მთავარ სფეროზე კეთდება. მიზნად კი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ახალდება. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე. ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. 8 თებერვალი პირველი პრეზიდენტის სახელობის დარბაზის კარი მთავრობის ნდობის გამოცხადების მიზნით იხსნება. 84 ხმა 10-ის წინააღმდეგ. დეპუტატები ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას მწვანე ღილაკებით უდასტურებენ. ამტკიცებენ კონსტიტუციური წესრიგის დამყარების პირობასდებს და ახალი რეგალიით პოლიტიკურ კალენდარზე ახალი დღეების ათვლა იწყება. რთული გეოპოლიტიკური მოცემულობა, ურად გაყოფილი ევროპა, მიმდინარე ომები, რომელიც მსოფლიო წესრიგს არღვევს. 2024 მსოფლიოში საარჩევნო წელია. 65 ქვეყანა და პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საარჩევნო ყუთების პირისპირ. პოლიტიკური კომპასი გასასწორებელია. გამონაკლისი არც საქართველოა, წინ საპარლამენტო არჩევნები და 26 ოქტომბერია. დღე, რომელიც რეფერენდუმად და გადამწყვეტ თარიღად ცხადდება. გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ხდება და საარჩევნო მარათონიც იწყება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. შემოდგომის მეორე თვის მიწურულს პოლიტიკური შედეგები დაითვლება. 1,200,000 ხმა მმართველი პარტიის ანგარიშზე მორიგი მე-9 გამარჯვება იქნება, თუმცა იქამდე დღის წესრიგში ბევრი სხვა გამოწვევა და მიზანია. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით პარტიამ შეძლო ის, რომ სწორად მიეტანა ამორჩევამდე ის თუ რა გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და რა იყო საომავლო გეგმები. ჩვენმა ოპონენტებმა სრულ არჩევნის წინაშე დააყენეს ქართული ხალხი და შესაბამისად მიიღეს მათგან ნეგატიური პასუხი და ჩვენ ის სარეფერენდუმო კითხვა, რომელიც დავსვით, ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს იყო არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. და ამიტომაც გააკეთა სწორი არჩევანი ქართული ოცნების სასარგებლოდ.
არჩევნებამდე 6 თვით ადრე მმართველი პარტია რისკზე მიდის და დღის წესრიგში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ისევ აქტიურებს. დავიწყებულთან მიბრუნება კი მას შემდეგ ხდება საჭირო, რაც ქართული ოცნება შეთანხმებას დარღვეულად, დამრღვევად კი მესამე სექტორს ასახელებს. იმის მიუხედავად, რომ ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს ხმა უკრაინისთვის ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისმის, მმართველი გუნდი გარეთ და შიდა ძალებს მეორე ფრონტის გახსნის სურვილში ამხელს. პრობლემაც სახელდება უცხო ქვეყნების ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და რევოლუციის მოწყობის მცდელობები. პრემიერ-მინისტრი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საკითხს ააქტიურებს. ტონი მკაცრდება, ქუჩაში კი ვნებათა ღელვა იწყება. ოპოზიციის, მესამე სექტორისა და პარტნიორების კრიტიკასთან საპროტესტო აქციები ერთვის. ბევრ რამეს ეხება ფარდა, ნახეთ რომ მილიონები იხარჯებოდა ჩვენს არჩევნებში და ეს ფული მიდიოდა სხვადასხვა NGO-ებში და მათ შორის ილექებოდა რადიკალურ პარტიებში. მიამიტობა აიფიქრო ის რომ ვინმე მოქმედებს შენი ინტერესებით და უპირველეს პლანზე წინა რიგში აყენებს შენს ინტერესს და არასაკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტად ასეთ პირობებში გააზრება თუ რას ნიშნავს სუვერენიტეტი. აქ არის ზუსტად მნიშვნელოვანი ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს. და ეს პოლიტიკა გულისხმობს გრძელვადიანად დანახვას მიზნებისა და არა ყისიერი და მოკლევადიანი შედეგების მიღწევას. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. დღის წესრიგი კონკრეტდება და წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ ლოზუნგითა და იდეით იმართება. ქვეყანა ისტორიაში პირველად ელექტრონული წესით ირჩევს. არჩევნები კი სრულად პროპორციული სისტემით ტარდება. სწორედ ირაკლი კობახიძე წერს კონსტიტუციაში, რომ ქვეყანას საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე საარჩევნო კი სრულად პროპორციული იყოს. კანონპროექტი მიღებულია. კონსტიტუციის ავტორი ახალ რედაქციაში ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას წერს. რეფორმას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი იწონებს და წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. სრულად პროპორციულ სისტემას ვერც ქვეყნის შიგნით იწუნებენ. კრიტიკას არ იწვევს არც ხმის მიცემის ელექტრონული წესი. თუმცა 26 ოქტომბრის ღამეს ეგზიტ პოლის შედეგებს ოპოზიცია ჯერ ზეიმობს, სამ დღეში კი არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს. ბარიერ გადალახული ოპოზიციის დიდი ნაწილი მანდატებზე უარს ამბობს და ქვეყანაში მორიგი საპროტესტო ტალღა იწყება. ეს არის ალბათ ადამიანის უნარი, ეს არის ალბათ ადამიანის გულწრფელობა საკუთარ სახელმწიფოსთან და ქვეყანასთან დამოკიდებულებაში, როდესაც ფიქრობ ერთადერთ რამეზე, რა ჭირდება ქვეყანას, როგორ იქნება უკეთესი და მზად ხარ პირველი დარტყმა და სერიოზული დარტყმა მიიღოს შენ, მიიღოს საკუთარი თავის, საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ეს გააკეთო საკუთარი ქვეყნისთვის. ამას ჭირდება ალბათ განსაკუთრებული გამბედაობა და განსაკუთრებული უნარები, რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად აქვს ირაკლი კობახიძეს. გუნდის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ახმოვანებს. პოლიტიკურ ტემპერატურას არჩევნებიდან ერთ თვეში გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო მაღვაწევს. ქართული ოცნება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს დროებით დღის წესრიგიდან ხსნის. მიზეზად კი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის გამოყოფილი გრანტები სახელდება. 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. გადაწყვეტილებიდან მალევე საპროტესტო აქციები იწყება. პარტნიორების მხრიდან კი ტონი მკაცრდება. ევროპულ სანქციებსთან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ერთვის. ქართული ოცნება ამ გადაწყვეტილებას და ევროკავშირის მიდგომებს უსამართლოდ აფასებს და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან ურთიერთობის გადატვირთვას ელის, რამაც გავლენა ევროპაზეც უნდა იქონიოს. იმედი მართლდება ეს მას შემდეგ, რაც თეთრ სახლს მეორედ ისევ დონალდ ტრამპი იბარებს. გადაწყვეტილებები გენდერთან დაკავშირებით, შეჩერებული დაფინანსებები, განსაკუთრებული კრიტიკა USAID-ს. ქართული ოცნება 47 პრეზიდენტის პოლიტიკასთან იდეოლოგიურ თანხმედრას ხედავს. პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან სთავაზობს. ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის პოპულისტი ხელისუფლება. ქართული ოცნების ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელსაც
არ უჭირს და ბედავს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც სჭირდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას, როდესაც ჩვენ უსამართლობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ევროკავშირი და ევროპა იყო გამოყენებული ამ ბრძოლაში ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტად. ის, რასაც ებრძოდა საქართველო, საკუთარი ხელებით დღეს იგივე უსამართლობას ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა ალბათ ეს არის ყველაზე დიდი თანხმედრა დარწმუნებული ვარ შევძლებთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იმ გადატვირთვას ურთიერთობებისას, რაზედაც ჩვენ ასე დიდი ხანია ვსაუბრობთ. საგარეო თუ საშინაო გამოწვევების ფონზე პრემიერ-მინისტრი სამთავრობო გუნდთან ერთად ქვეყნის უმთავრეს ამოცანებზე მუშაობას განაგრძობს. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. და როცა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკა, ზუსტი მეცნიერება ციფრებშიც ზუსტია. პარლამენტის წინაშე მოხსენებაში ირაკლი კობახიძე ისტორიულ რეკორდზე საუბრობს. დასაქმებულთა რაოდენობა 1.400.000-ია. თუ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, ახლა ეს 11.8%-მდეა შემცირებული. სიღარიბის მაჩვენებელი მომატებული ხელფასების სასწავლო დაწესებულებებში, ჯანდაცვის სფეროს გაზრდილი ბიუჯეტი, აქცენტი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე და დაგეგმილი პროექტები ერთ ანგარიშში ჯამდება. აღსანიშნავია ბატონი ირაკლი კობახიძის მოღვაწეობა, ზოგადად როგორც პრემიერ-მინისტრის და ასევე როგორც ეკონომიკის მიმართულებით შედეგების თვალსაზრისით 2024 წელს ქვეყანამ შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ გვქონდა 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რითიც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იყო, თამამად შეიძლება ამის თქმა, ასევე ქვეყანამ მოახერხა ის, რომ შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური ყველა პარამეტრი ძალიან ხარისხიან დონეზე, ქონდა ძალიან დაბალი ინფლაცია, ექსპორტის კუთხით ჩვენ ქონდა მნიშვნელოვანი ზრდა 2024 წელს 6.6 მილიარდი დოლარი გახდა ჩვენი ექსპორტი. თითქმის 28,000 დოლარი გახდა საერთაშორისო დოლარებში ეგრეთ წოდებული PPP მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ევროკავშირის ეგრეთ წოდებულ 40%-იან მაჩვენებელზე მაღალია. ქვეყნის ეკონომიკას ინვესტიციები და განხორციელებული პროექტები აძლიერებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია ხორციელდება. საუბარია 6 მილიარდ დოლარიან პროექტზე, რომელსაც ქვეყანა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით MR ჯგუფთან აფორმებს. თუმცა ეს გამონაკლისი არ არის. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს ანაკლის პროექტი ზრდის. ეგრეთ წოდებული შუა და ცენტრალური დერეფნით კი ჩინეთი ინტერესდება, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ანონსდება ახალი აეროპორტის მშენებლობაც. ეს პროექტი კი მგზავრების ნაწილს იმ სტადიონზეც ჩამოიყვანს, რომლის მშენებლობაც დაანონსებულია და რომელმაც 70,000 მაყურებელი უნდა დაიდიოს. ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გვაძლევს თვისობრივ გაუმჯობესებას. MR ჯგუფი ყველაზე დიდი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რაც კი საქართველოს დამოუკიდებელია, გაჟღერდა ზუსტად პრემიერ კობახიძის მოღვაწეობის პერიოდში. ჩვენ გავამყარეთ ურთიერთობა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩინეთი ამ კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია, ჩინეთი მეორე ეკონომიკა, ნაკლია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია შემდეგი რამდენიმე ათწლეულისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ანაკლის ხმაწლოვან პორტს ექნება საშუალება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ასათვისებლად და ზოგადად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. 2028 წლისთვის ჩვენ მოსახლეობას შევპირდით, რომ საერთაშორისო დოლარებში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 36,000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი უნდა იყოს და ეს თვისობრივად შეცვლის ცხოვრების დონეს ქვეყანაში. ეს ობიექტური მაჩვენებელი თუ როგორ ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა.
პროფესიით იურის ციფრები უყვარს. 46 წლის ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გზა 2015 წლიდან იწყება. მაშინ როცა ქართული ოცნება აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარადგენს. ერთ წელში პარლამენტის თავმჯდომარე ხდება და საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა იწყება. იმდენი მომეცადეს კონსტიტუციაში. დიპლომი მომეცადეს. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს კონსტიტუცია ასწავლა, თუმცა მეხუთეს ვერა. ირაკლი კობახიძეს ქვეყნის მთავარი კანონის დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში უწევს. კოლეგია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის საკითხს განიხილავს. ზურაბიშვილი ბათუმში თავად არ ჩადის. წარმომადგენლებს გზავნის. მთავრობის უფლებამოსილებას კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იცავს. კონსტიტუციის გარანტს კონსტიტუციის დარღვევა უდგინდება. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის აქტ პუნქტის დანაწესი. მალევე მეხუთეს მეექვსე წლის საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. კონსტიტუციაზე ფიცს მიხეილ ყაბელაშვილი დებს. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიც ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრს მხოლოდ იურიდიულ ტექსტებზე არ უმუშავია. წლების წინ ბედი მხატვრულ ლიტერატურაშიც სცადა. პოლიტიკურთან ერთად აკადემიურ საქმიანობასაც განაგრძობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. აქ შევჩერდები, ბერს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე. იტყვის წლების წინ ირაკლი კობახიძე, თუმცა გავა დრო და ამ გამოცდილებასა თუ პოლიტიკურ კარიერას კიდევ ბევრი შეემატება. ჩვენ იმ რეგალიაზე შევჩერდეთ პოლიტიკურ კალენდარზე 365 დღის წინ რომ მოინიშნა.